ბიუჯეტი უმნიშვნელოვანეს ფინანსურ დოკუმენტს წარმოადგენს. იგი ყველა ფინანსური ჩამონათვალის ერთობლიობაა. საქართველოს საბიუჯეტო სისტემა შემდეგ ბიუჯეტებს მოიცავს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკისა და მუნიციპალურს. ჩვენი გადაცემის თემა მუნიციპალური ბიუჯეტია. უფრო კონკრეტულად კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. სანამ თემასთან დაკავშირებით ექსპერტებისა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების როგორც წარმომადგენლობითი, ასევე აღმასრულებელი რგოლის პირველი პირების კომენტარს მოვისმენთ, მანამდე მოსახლეობის აზრი გამოვიკითხეთ. დავინტერესდით, რამდენად იცნობს მოსახლეობა ადგილობრივ ბიუჯეტს, იციან თუ არა რა დოკუმენტია ის, ღებულობენ თუ არა მის ფორმირებაში მონაწილეობას, ვინ განკარგავს ადგილობრივ ბიუჯეტს და რა მუხლობრივ კატეგორიებს შეიცავს ის. ამ და სხვა კითხვებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, რიგითი მოქალაქეები პასუხობს. ახლა რა უნდა ვთქვა მე? ბიუჯეტი გაგებულია რა ხალხი მაგაში. სეზონს არ იციან ხალხმა რა ბიუჯეტის სეზონი. მოსახლეობამ რამდენად იცის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტებზე? რამდენად ვიცი, არა ვარ ნამდვილად ინფორმირებული. ვშოვდი ბუღალტერად, მაგრამ აბსოლუტურად არ ვიცი. ისე აღარ ხარ. არა, ახლა არ ვარ გარკვეული. რამდენად იცის ის პროგრამები, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტში შედის და ასე შემდეგ. არ ვიცი, არაფერი. სამწუხაროდ ნამდვილად არ ვიცი, რას ხმარდება ეს ადგილობრივი ბიუჯეტი. ვერ გეტყვით ზუსტად ნამდვილად მწირად ვარ ინფორმირებული, იმიტომ რომ ეს ჩემი პირადი დანაშაულიც, იმიტომ რომ არ ვარ ამით დაინტერესებული. მე მგონია რომ შეიძლება საზოგადოების ნაწილი ფლობს ამაზე ინფორმაციას და მე პირადად არ. ეს ვიცი რომ ბიუჯეტი არის თავარი ფინანსური დოკუმენტი რაიონის, ბატონო. ეგრე არა? რამდენად ხარ ჩახედული მე ბიუჯეტის ფორმირებაში? რამდენად? მაგაში არ ვარ, მე ადგილობრივ დეპუტატებმა იციან, საკრებულოს წევრებმა იციან, მე საიდან იცი. რიგითმა მოსახლეობამ არ უნდა იცოდეს თქვენი. უნდა ვიცოდეს, აი ესე ვიცოდეთ. ჩემთვის პირადად ცნობილი არის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ფორმირდება თვითონ მთავრობის წარმომადგენლები ასე ამბობენ ადგილობრივი მთავრობის, რომ აი ხალხის მიერ პრიორიტეტები რაც არის ამა თუ იმ სოფელში იმის მიხედვით შემდეგ ნაწილდება და პრიორიტეტებს ანიჭებენ. უშუალოდ ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების თქმით გამოდის ასე, მაგრამ სიმართლე მინდა გითხრათ, რომ ეს მეტნაწილად სიმართლეს არ შეფერისება, იმიტომ რომ ვიცით რომ ამა თუ იმ სოფელში ბევრი ისეთი რაღაცეები კეთდება, რაც ხალხის მოთხოვნას არ არის. და ხშირად სოფლებში ხალხი სვას ითხოვს, მაგრამ სხვა რაღაც კეთდება. მე მაინტერესებს უშუალოდ ადგილობრივი ბიუჯეტი რას ითვალისწინებს, რის გაკეთებას და თუ ხართ ინფორმირებული, ანუ ადგილობრივი ფული რას ხმარდება? რა თქმა უნდა, სოფლის მეურნეობის განვითარებას ხმარდება პირველ რიგში, განათლებას ხმარდება, კულტურას ხმარდება და რა ვიცი. და ის სოციალური პაკეტები თუ არის თქვენთვის ცნობილი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს? რა თქმა უნდა, მე პირადად ამ პაკეტით სარგებლობ. რა ვიცი, მე კმაყოფილი ვარ ჩვენი რაიონის შედგენილი მთავრობის მიერ შედგენილი ბიუჯეტით. მე ვფიქრობ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი ხელმისაწვდომია რიგითი ოზურგეთლებისათვის. ჩემთვის ცნობილია შეჭირვებულების დახმარება, ერთჯერადი დახმარებები არის ცნობილი ჩემთვის, ჩემ ნაცნობებს ძალიან ბევრჯერ დაეხმარეს. ისევ 2012 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს დაუბრუნდეთ და სანამ მის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე დავკონკრეტებით არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის ხელმძღვანელის ლევან ხინთიბიძის განმარტებები პროცედურულ ნორმებთან დაკავშირებით მოვისმინოთ. საბიუჯეტო კოდექსის 85 მუხლის შესაბამისად აღმასრულებელი ორგანო, ანუ გამგეობა წარმომადგენლობით ორგანოს, ანუ საკრებულოს ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს კვარტალურად ყოველ 3 თვეში ერთხელ წარუდგენს. 2012 წლის ბიუჯეტის მიღებიდან უკვე 6 თვე გავიდა. შესაბამისად, კანონით დადგენილ ვალდებულებას გამგეობა საკრებულოს წინაშე ასრულებს. ბიუჯეტის შემსრულებელი, ანუ აღმასრულებელი რგოლი, ამ შემთხვევაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ვალდებულია ყოველი კვარტლის დასრულებიდან 1 თვის განმავლობაში ოზურგეთის საკრებულოს წარმოუდგინოს კვარტულის შესრულების მიმოხილვა, რომლის დოკუმენტიც მოიცავს
ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მდგომარეობების მოცულობების შედარება არსებული პერიოდის გეგმიურ მაჩვენებლებთან. ანუ რას ნიშნავს ეს უფრო ადამიანურ ენაზე რომ განსაზღვროთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი კვარტლის პერიოდში ბიუჯეტის ადმინისტრირებას ახორციელებს აღმასრულებელი ორგანო, ანუ რა შემოვიდა აი ამ პერიოდისათვის, რა გადასახდელები შემოვიდა საგადასახადო კუთხით, რომელი გადასახდელები შემოვიდა ასევე არასაგადასახადო კუთხით, რა საგრანტო მოცულობის თანხა მიიღო ბიუჯეტმა ამ პერიოდის განმავლობაში და ამქიდან გამომდინარე, ამ ჯამური მაჩვენებიდან გამომდინარე, თუ რა გადაიხადა აი ამ პერიოდის განმავლობაში იმ გადასახდელების მიხედვით, რომელიც დადგენილი იყო საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის მიხედვით. რა ხარჯები გაწია ამ პერიოდის განმავლობაში. ეხლა რატომ ვახსენეთ კვარტლური შესრულება და რა კავშირი აქვს ამ 6 თვიან შესრულებასთან? თქვენ მოგეხსენება, რომ კვარტლური პერიოდი მოიცავს 3 თვიან პერიოდს. ეხლა გავიდა ზუსტად 2 კვარტალი, ანუ 6 თვე და აი ამ 6 თვის გასვლის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა 1 თვის განმავლობაში უნდა წარუდგინოს საკრებულოს სწორედ აი ამ 6 თვის შესრულების გეგმი, რა ქვია, პროექტი, შესრულების პროექტი. ანუ თუ გავიდა ივნისის ბოლოს ეს 2 კვარტლიანი პერიოდი, მას აქვს ვალდებულება, რომ ივლისის თვის განმავლობაში მთლიანად ჩამოაყალიბოს ყველა ეს მაჩვენებლები, რომელიც ზემოთ აღნიშნე, წარუდგინოს საკრებულოს, საკრებულომ კი შესაბამისმა კომისიებმა უნდა იმსჯელონ აი ამ წარმოადგენილი პროექტის შესახებ და უნდა გამოვიდეს საკრებულოზე იგი დასამტკიცებლად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი იმ თვალსაზრისით, რომ ამ შემთხვევაში საკრებულო ახორციელებს გამგეობაზე, ანუ აღმასრულებელ როლზე ზედამხედველობას, თუ რამდენად ეფექტურად შეძლო მან იმ საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება, რომელიც აი ამ პერიოდის განმავლობაში წარმოდგინდა. თუ კი დაადგენს საკრებულო, რომ ამ მომენტისათვის არსებობს რაიმე გარკვეული ხარვეზი ბიუჯეტის როგორც შემოსულობების, ასევე გადასახდელების თვალსაზრისით, იგი აძლევს შენიშვნებს, რეკომენდაციებს და შესაძლებელია ვიღაცის პასუხისმგებლობაც კი დადგეს ამ შემთხვევაში, თუ კი მან ვერ შეასრულა რაიმე საბიუჯეტო ვალდებულება რომელიმე პირველმა ორგანიზაციამ, რომელიც ჩართული არის საბიუჯეტო პროცესში. ასე რომ ეს არის ეტაპობრივი ზედამხედველობა, შეგვიძლია განვიხილოთ ეტაპობრივი ზედამხედველობა აღმასრულებელ რგოლზე, თუ რამდენად კარგად და ზუსტად ახსულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც მან აიღო წლის განმავლობაში იმ დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, რომელიც დამტკიცდა მაგალითად წლის დასაწყისში, თუ უფრო წინა წლით, როცა წარმოდგენილი იქნა 2012 წლის ბიუჯეტი საკრებულოს წინაშე დასამტკიცებლად. ანუ ეს არის ის ვალდებულება და პროცესი, რომელიც გაივლის 6 თვიანი პერიოდი. ანუ მოგეხსენებათ, რომ მარტო 6 თვიანი პერიოდი არ ხდება ესა რა ქვია ზედამხედველობა, ანუ შემდგომ კვარტალში ანალოგიურ პროცედურებს გადის ბიუჯეტი, თუ რამდენად არის იგი შესრულებული ამ ეტაპისათვის. მაგრამ 6 თვიანი არის იმდენად საინტერესო, რამდენადაც 6 თვე არის ფაქტობრივად შუა წელი, ანუ შუა წელს ფაქტობრივად უკვე იცით თუ რამდენად სრულდება ეს შემოსულობების გეგმიური მაჩვენებლები და როგორ ხდება მისი ხარჯვის პროცედურები, იმიტომ რომ 6 თვე უკვე ფაქტობრივად გაძლევს შუალედს იმისას, რომ თუ კი რაიმე არსებითი ხარვეზები ამ საბიუჯეტო პროცესში დროულად მიაქციო მას ყურადღება, რომ წლის ბოლოსთვის ყველა საბიუჯეტო ვალდებულებები შესრულდეს ამ კუთხით. გადაცემის ყველაზე რთულ, ამავდროულად საინტერესო ნაწილზე 2012 წლის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე პუნქტობრივად გადავდივართ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 9 დეკემბერს 51 დადგენილებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტი 9.692.400 ლარით განისაზღვრა. პირველი ივლისის მონაცემებით ოზურგეთის ბიუჯეტში ცვლილება 7-ჯერ განხორციელდა. პირველი 2012 წლის 18 იანვარს, ხოლო მეშვიდე 2012 წლის 24 მაისს. ჯამში კი 18 ივნის ნომერ მე-20 დადგენილებით ბიუჯეტის მოცულობა 16 მილიონი ლარით განისაზღვრა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით შემოსავლების დაზუსტებული გეგმა 15.629.500 ლარს, ხოლო პირველი ივლისის მონაცემებით ბიუჯეტის შემოსავლებმა 7.827.900 ლარი, ანუ 50% შეადგინა. 2012 წლის 6 თვის მონაცემებით ბიუჯეტი შესრულებულია 50.2%-ით. თანხობრივად ეს შეადგენს შემოსავლების კუთხით 7.827.910 ლარს. ბიუჯეტმა 6 თვის მანძილზე განიცადა 7-ჯერ ცვლილება, რის შედეგადაც ის გაიზარდა 6.309.600 ლარით. მათ შორის საკუთარი შემოსავლების დამოხდა 136.700 ლარით, ხოლო გათანაბრებითი ტრანსფერი 5.810.400 ლარით გაიზარდა.
ძირითადად ეს არის სპეცტრანსფერები, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის სამუშაოების განხორციელებას მოხმარდება. მოგახსენებთ, რომ ამ პროექტით და ეს თანხა გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით ზუსტად ორჯერ მეტია. დაგეგმილია სპეცტრანსფერების მობილიზების შედეგად ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის სამუშაოების განხორციელება ოზურგეთის მთელ ტერიტორიაზე. კონკრეტულად მოხდება როგორც მოგახსენეთ, ნომერ 3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია, მუსიკალური სკოლის რეაბილიტაცია, სასპორტო სკოლის რეაბილიტაცია, ქუჩებში, ქალაქის არა მარტო ქალაქის ქუჩებში დაიგო ასფალტი, არამედ დაგეგმილია დვაბზუ, ცხემლის ხიდი, ფამფალეთი, ვაკეჯვრის გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ამ პროექტების ფარგლებში განხორციელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების რემონტი და არა მარტო ქალაქში, არამედ მთელ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. ასევე ამ მრავალბინიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, დაგეგმილია ცენტრალურ ქუჩებში ქალაქის ტროტუარების კეთილმოწყობა და მთელი რიგი ინფრასტრუქტურის სამუშაოების ჩატარება. ჩვენ საშუალება მოგვეცემა დეპუტატებთან ერთად შესაბამისი კომისიის ხელმძღვანელობით ვიმუშაოთ ყველა თემაზე, განვიხილოთ სოციალური პროგრამები მაგალითად, რომელიც დაახლოებით 200,000 ლარით გაიზარდა, ვიდრე წლის დასაწყისში იქნა დამტკიცებული. შევხედავთ ასევე მოხდება სხვა ადმინისტრაციული ხარჯების თუ IP-ების დაფინანსების საკითხების გადახედვა, თქვათ რა იყო ესეთი გაუთვალისწინებელი ღონისძიება, რომელიც 6 თვის განმავლობაში ჩატარდა და თქვათ რა გაუთვალისწინებელი ღონისძიება შეიძლება ველოდოთ დარჩენილ 6 თვეში. ჩვენ საშუალებას მოგცემს ეს წარმოდგენილი დოკუმენტი უკვე უფრო დეტალურად განსაზღვროთ ბიუჯეტის საჭიროებები, ის თქვათ ის სუსტი მხარეები, რომელიც შეიძლება რომ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში ჰქონდეს, თქვათ ის წარმატებული მუშაობა, რომელიც შესაბამისმა აღმასრულებელმა რგოლმა გაწია. ჩვენ თვლით, რომ მომდევნო სხდომაზე უკვე იქნება მსჯელობის საგანი, მანამდე დაგეგმილი უკვე ჩავატაროთ საზოგადოებრივი დარბაზის სხდომა, სადაც გავიტანთ ამ საკითხს. ასევე იქნება საჯარო განხილვა ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ყველა ადამიანს აინტერესებს, რომ თითოეული თეთრი, რაც შემოდის ბიუჯეტში, როგორ ხდება მისი ხარჯვა. ნებისმიერი ადამიანი არის დაინტერესებული თითოეული თეთრის ეფექტურ ხარჯვაზე. ბიუჯეტის ზრდა გამოიწვია რამდენიმე მიმართულებამ. ერთ-ერთი ეს არის სოფლის ხარდამჭერი პროგრამა, რომელიც 1,380,000 ლარით გაიზარდა ბიუჯეტი და ხედავს სოფლის მოსახლეობა, რომ მათ სოფლებში უკვე დაიწყო თორე და დაიწყება რამდენიმე დღეში სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხედავს ქალაქის მოსახლეობა, რომ დაახლოებით 8 ქუჩაზე უკვე დაიგო ასფალტი, მიმდინარეობს სკვერების და პარკების რეაბილიტაცია, ამუშავდა ახალი შადრევანი, ხდება გარეგანათების რეაბილიტაციის პროგრამები და ეს პროცესი გაგრძელდება კიდე. ხედავს მოსახლეობა, რომ ჩვენ გასულ სხდომაზე დავიწყეთ საჯარო ადმინისტრაციული განხილვა 1,5 ლარზე, რომლითაც უნდა მოხდეს გაღმოთვალებო მელიქედური სოფლიო ოზურგეთის დამაკავშირებელი გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, უნდა დაიწყოს თვალაბზუ ვაკეჯვრის მიმართულებით გზის ასფალტირების სამუშაოები. ეს ის თანხები არის მობილიზებული ბიუჯეტში, რომლითაც ძალიან ბევრი სიკეთე იგრძნობს ადამიანები, სოფლად თუ ქალაქად მაცხოვრებლები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შემოსავლები სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად ძირითადად გამოთანაბრებითი, მიზნობრივი, ინფრასტრუქტურული თუ სხვა ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერებით ივსება. ამით საბიუჯეტო კოდექსი ადგილობრივ თვითმმართველობებს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. ადგილობრივი პოლიტიკის განსაზღვრაში წამყვანი როლი თვითმმართველობებს არ ეკისრებათ. თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტი მთლიანად ცენტრალიზებული არ არის და თანხების აკუმულირება ბიუჯეტში ადგილობრივი გადასახადებითაც ხდება. რაც შეეხება გადასახდელების, ხარჯების ნაწილს 2012 წლის ოზურგეთის 6 თვის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მას მუხლობრივად 6 სფერო უკავია. 2012 წლის ბიუჯეტით გადასახდელების გეგმა დაზუსტების შედეგად 16 მილიონზე ოდნავ მეტია. საკასო ხარჯებმა კი 1 ივლისის მდგომარეობით 6,775,300 ლარი. წლიური გეგმის 42,3% შეადგინა.
ყველაზე მეტი ხარჯებისა ამ ეტაპზე პროცენტულად შინაგან საქმეთა ადგილობრივი ორგანოების დაფინანსებასა და წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯებზე მიდის. შემდეგი სფეროები სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, ასევე სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაფინანსებაა. 2012 წლის პრიორიტეტად მიჩნეულია მოსახლეობის სოციალური დაცვა. დამტკიცებულ ბიუჯეტში ამ კუთხით 17 დასახელების ქვეპროგრამა მუშაობს. ასევე პრიორიტეტად მიჩნეული არის კულტურა, ახალგაზრდების ხელშეწყობა, სპორტი და ტურიზმი. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სკოლამდელ აღზრდას. სოფლის ხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ყველა მოქმედ საბავშვო ბაღში ესე იგი გაუმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ასევე დაგეგმილია და ამჟამადაც მიმდინარეობს ქალაქის ნომერ 3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია. ასევე მნიშვნელოვანი არის მოსახლეობისთვის სოციალური დაცვა იმ სახელმწიფო პროგრამებთან ერთად, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ეს არის ეხლა და სექტემბრიდან ამოქმედება საპრეზიდენტო პროგრამა. ამასთან ერთად ჩვენც გვაქვს ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხები, რომელთაც შეგვიძლია რომ მრავალშვილიან ოჯახებს მშობიარობის თანხები, უსინათლოების თანხები, ერთჯერადი სამედიცინო დახმარებები გავცეთ და ამითი ადამიანებს შემოსულიყოთ პირობები. ინფრასტრუქტურაზე კი პროცენტულად ამ ეტაპზე ყველაზე დაბალ მაჩვენებელს მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები ლოგიკური მიზეზით ხსნიან. პროექტი წლიურ გეგმასთან შედარებით თუ 17%-ია, ეს პერიოდი 6 თვე მოხმარდა ხარჯთა აღრიცხვების დამტკიცებას, შესაბამისი ტენდერების გამოცხადებას, ხარჯთა აღრიცხვების დამტკიცების შემდეგ უშუალოდ პროექტების ტენდერების გამოცხადებას. პრაქტიკულად უკვე სამუშაოები ყველგან დაწყებული და რაღაც შუალედური ისინი ჩვენ უკვე ჩარიცხვები გაკეთებული გვაქვს. თქვა 1,380,000 რო არის სოფლის ხარდამჭერი პროგრამით, დაახლოებით 150 ხელშეკრულება არის ჯერ გაფორმებული, იქნება სადღაც 250. ჩვენ თანხას არ ვიხდით წინასწარ, ჯერ მეწარმე ვალდებული არის რომ შეასრულოს სამუშაო და როცა ჩაგვაბარებს და იქნება გაწერილი დროშიც ზუსტად მოხდება ხარჯის შესაბამისად სამუშაო შესრულება, შემდეგ ვუხდით თანხას. ამდენად ჩვენ გახარჯული არ არის, იმიტომ რომ სამუშაოები მიმდინარეობს. ჩვენ ვართ მართლაც მომთხოვნი და მკაცრი თითოეული სამუშაო და საქმიანობის მიმართ, იმიტომ რომ ეს არის ხალხის ფული, ეს არის ის თანხა, რომელიც ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდა მუნიციპალიტეტის გადაცემა, ამდენად თითოეული აქტივობა ეს იქნება გზის მოხრეშვა, ასფალტირება, გარეგანათება თუ პირობითად საყანე ფართობის თუ სასაფლაო შემოღობა, ეს უნდა შესრულდეს ზედმიწევნით ზუსტად, როგორც ხარჯავიწყოში არის. როცა მეწარმე დაასრულებს სამუშაოს, ამის შემდეგ მოვახდეთ მისთვის თანხის გადაცემას, ამიტომაც არის დაბალი თანხა ჯერჯერობით გაცემული, მაგრამ თუ ავიღებ მთლიან ბიუჯეტს, დაახლოებით 30-35% მთლიანი ბიუჯეტისა არის მიმართული სწორედ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩასატარებლად, რომელიც ნამდვილად არის მოსახლეობის თავარი მოთხოვნა. მოსახლეობის მოთხოვნა დღეისათვის ეს არის გამართული ინფრასტრუქტურა, რომელიც იგულისხმება გზები, გარეგანათება, გზის თუ გამრიცხველიანების საკითხები და ამდენად ჩვენს ბიუჯეტშიც ძალიან მსხვილი თანხით არის წარმოქმნილი ეს სამუშაოები. თუ ბიუჯეტის დადგენილი შემოსავალი გასავალ ნაწილს აჭარბებს, მაშინ საბიუჯეტო პროფიციტზე საუბრობენ. თუ პირიქით გასავალი აჭარბებს შემოსავლით მხარეს, მაშინ საბიუჯეტო დეფიციტზე. ბიუჯეტის 6 თვიანი შესრულების გეგმის მიხედვით ოზურგეთში პროფიციტთან გვაქვს საქმე. 2012 წლის დამტკიცებული გეგმა შესრულდება. და არა მარტო შესრულდება, არამედ დამატებითაც იქნება მობილიზებული თანხები, რომელიც დამატებითი ვალდებულებების შესრულებას მოხმარდება. დღეს მდგომარეობით ვალდებულება დაუფარავი არ არის და ვაგრძელებთ მუშაობას. ვთვლი რომ თვითონ დოკუმენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის ბიუჯეტი, რომლითაც სუნთქავს მუნიციპალიტეტი და ყველა დარგი, რომელიც ჩვენთან არის განვითარებული, ეს არის ეკონომიკის მიმართულებით, კულტურის მიმართულებით, სპორტის მიმართულებით, სოციალური კუთხით თუ სხვადასხვა დარგები, რომელიც ადგილობრივ ბიუჯეტიდან ფინანსდება და ამდენად ჩვენს ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ, რათა კომპეტენტურად იქნეს განხილული ის ანგარიში, რომელიც განგვებამ წარმოგვიდგინა. ჯერ 2012 წლის ბიუჯეტის მთლიან შესრულებამდე 6 თვე რჩება. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ამბობს, 2012 წლის ბიუჯეტის მეორე ნახევარი მსგავსად პირველი ნახევრისა შესრულდება და მოსახლეობა ამას თვალნათლივ იგრძნობს.